მათ შორის მინდა ვახსენო დედაჩემი, რომლის ხარდაჭერის გარეშეც ალბათ შვილების საიმედოდ დატოვება რომ არ შემძლებოდა, ესე თამამად პოლიტიკაში ვერ მექნებოდი ჩართული. და უცოდ გამიჭირდებოდა პოლიტიკაში ყოფნა. მაშინ, როცა ქალები ვაწყდებით ბარიერებს პოლიტიკაში ყოფნის დროს, იგნორირებას, გარიყვას, სიძულვილის ენას, ძალადობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების, ქალი კოლეგების განსაკუთრებული სოლიდარობა. ინტერპარტიული საბჭოს ქალ პოლიტიკოსთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ჩემთვის სწორედ ამიტომ არის ძალიან ძვირფასი, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ამავდროულად. ამ პროექტმა ერთმანეთი აღმოაჩენინა საიმედო ქალებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან. და ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთისგან განსხვავებების მიუხედავად საერთო ვიპოვოთ ერთმანეთთან და მინიმუმ გვეიმედებოდეს ერთმანეთი რთულ პერიოდებში. ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ ინტერპარტიული საბჭოს ამ ფორმატში ჩვენ პირველად ვიყავით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ერგინეთში, სადაც შევხვდით ქალ პოლიტიკოსებს, ბოდიში ქალ ამომრჩევლებს, რომელთაც მოვუსმინეთ და მათი მდგომარეობა კიდევ